არსებული ინფორმაციით, ქუთაისში ავარიის შედეგად 2 მოზარდი დაშავდა. ავტომობილი, რომელშიც 3 მოზარდი იმყოფებოდა, ელექტრობოტს შეეჯახა. ჩვენ გხედავთ, ამ სახელწოდებით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. ერთობის მარშის მონაწილეები მეტროს სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაინაცვლეს. მოგვიანებით კი ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისკენ გაემართებიან. დაუმორჩილებლობა ცეცხლი ოლიგარქიას აქტივისტებმა გორის ციხეზე ბანერი გადმოფინეს. ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაცია გაიმართა. დღეიდან ლეონ მე-14-ის პონტიფიკატი ოფიციალურად დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა. თეთრ სახლში მომხდარი მწვავე დაპირისპირების შემდეგ ზელენსკი და ვენსი ვატიკანში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.